დავიწყებ ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნით მიეცით ბავშვებს წამალი. ეს ბავშვები არიან უნიკალურები, განსაკუთრებულები, იმსახურებენ ყველაზე მეტ მხარდაჭერას, ყურადღებას, სრულვას, სიყვარულს და მე ყველა ბოლო ეთერში ამ მოთხოვნას უერთდები და არ უნდა დავიღალოთ, რომ რაც შეიძლება ხშირად ის მოდის ეს მოთხოვნა იქამდე, ვიდრე ეს პრობლემა არ გადაწყდება. ბავშვებს ჭირდება წამალი და უკანონო ტუსაღებს და პატიმრებს ჭირდება თავისუფლება, ფიზიკური თავისუფლება. ეს არის ორი მთავარი მოთხოვნა. ახლა რაც შეეხება თქვენს თემას. თავისთავად იყო ძალიან მოულოდნელი ქართული ოცნებისთვის და მე ვიტყოდი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დარტყმა იმ რეპრესიული რეჟიმისთვის და უკავშირი იმ ქმედებებისთვის, რასაც ჩადიან საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის რეზოლუცია. სწორედ იმიტომაც, რასაც თქვენ საუბრობდით, ეხლა ძალიან საინტერესო შესავალში, რომ საფრანგეთთან აქვს განსაკუთრებული ბმა ბიძინა ივანიშვილს დაწყებული მისი მოქალაქეობიდან და დამთავრებული ქონებრივი საკითხებით და არა მხოლოდ მას, მაგრამ ეხლა მთავარი საკითხი სწორედ მას უკავშირდებოდა ამ რეზოლუციის მთელი პათოსიდან გამომდინარე. და საფრანგეთის სხვათა შორის განსაკუთრებული არის იმ ხრივაც, რომ ძალიან ისეთი რაღაცა დაბალანსებული, უფრო აკადემიური, უფრო კონსერვატორული მიდგომებით გამოირჩეოდა საგარეო პოლიტიკის კურსის პროცესში და აქტიობების პროცესში, რასაც ჩვენ ხედავდით ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი რეგიონის მიმართ და რაღაცნაირად თითქოს ერთგვარი მედიაციის რაღაცა ფუნქციაც კი თითქოს შეიძინა პრეზიდენტ მაკრონის არის გახსოვთ მაშინ ივანიშვილთან ამის თაობაზე თავად გაასაჯარო საფრანგეთის პრეზიდენტმა შემდეგ მოყვა მას საპასუხო ესე ვთქვათ განსხვავებული ტექსტით მაგრამ საპასუხო შინაარსის მატარებელი დადასტურება რაც რაღაცნაირად ერთგვარად არჩენდა ამ ერთგვარი ინიციატივის ხელში აღების ხაზგასმას და ეს იყო ძალიან საინტერესოს და საიმედოც იმ მხრივ რომ მაშინ იმ ძიმე პერიოდში, როდესაც დაიწყო იანვარ-ნოემბერში ცნობილი საპროტესტო გამოსვლები თითქოს გაჩნდა რაღაც იმედი, რომ პოლიტიკური მძევლების გათავისუფლება შეიძლება და ყოფილიყო. ეს იყო ალბათ ერთგვარი რაღაცა გაფრთხილება, შემდეგ იყო კიდევ სხვა საინტერესო აქცენტები და ეხლა ეს რეზოლუცია, რომელიც რაღაცა უცებ აჩვენებდა იმას, რომ საფრანგეთიც კი, რომელიც რაღაცა თითქოს ამ სანქციების პროცესში არიჩენდა ინიციატივას და მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანული სანქციები, რომელიც ითვლება ყველაზე ძლიერ და ყველაზე სუსხავი ეფექტის მატარებელ სადამშელო აქტად ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, თუმცა მე ვიტყოდი სიძლიერით და მისი გრძელვადიანი მოქმედების დინამიკით, არანაკლებ ძლიერია თუ უფრო არა. აი რაღაცა იყო ერთგვარი პაუზა და აი ამ დროს იყო სწორედ ეს ეროვნული ასამბლეის რეზოლუცია. რაც ამგვარად აჯამებს ამ პროცესს. ერთი კონკრეტული მიმართულება მინდა ვკითხოთ თქვენი პროფესიული ცოდნიდან გამომდინარე, ხო? აი რა დამატებით პერსპექტივას გარდა სანქციებისა ქმნის ეს რეზოლუცია მოსკოვის მექანიზმის დოკუმენტთან ერთად და მათ შორის მოისმენდით ამ დღეებში ოპოზიციის გეგმასაც, რომ მიმართონ საფრანგეთის პროკურატურას. აი საერთაშორისო გამოძიება და ბიძინა ივანიშვილი. ეს ორივე ფრაზა ერთობლიობაში ალბათ რომ ესმის ოლიგარქს მაინც და მაინც სასიამოვნო არ უნდა იყოს მისთვის და რამდენად რეალისტური იყო რა პერსპექტივები გააჩინა ამ რეზოლუციამ მოსკოვის მექანიზმმა და ოპოზიციის მიმართვამაც, რომელიც იგეგმება ერთობლიობაში ამ კუთხით.
ჩვენ აი ყველაფერი იმაზე, რაზეც საუბრობთ, ეს არის ამერიკული სანქციები, ბრიტანული სანქციები, ბალტიის ქვეყნების სანქციები, ევროკავშირის, ევროპარლამენტის რეზოლუციები და ამ შემდეგ ევროსაბჭოს რეზოლუციები, რომელმაც პირველად გამოიყენა ტერმინი ღიად, კაფიოდ, ყოველგვარი მიკი-მოკების გარეშე პოლიტიკური პატიმრები საქართველოში და მოითხოვა მათი გათავისუფლება და იყო მათ შორის პერსონალური ხაზგასმა მზია ამაღლობელი საქმე, შემდეგ იყო გახსოვთ უკვე რეზოლუციაში გაჩნდა ელენე ხოშტარიას გვარი და ასე შემდეგ. ნუ და გვავიწყდება, რომ ეს არის ყველაფერი ერთი მთლიანი პროცესი და საფრანგეთშია სწორედ ევროპული საბჭოს თავარი ცენტრი სტრასბურგშია ევროპარლამენტიც და სტრასბურგშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც ან საფრანგეთში და რაღაცა ძალიან ბევრი პოლიტიკური და სამართლებრივი ტვირთის და მნიშვნელობის მატარებელია ეს ქვეყანა, თავი რო დავანებოთ მის კიდევ უფრო სხვა უნიკალურ შესაძლებლობებს. ამიტომ ეს არ არის ჩვეულებრივი ერთი რიგითი გადაწყვეტილება. ერთით სურათში მოსკოვის მექანიზმის შედეგად დადებულ დასკვნას თუ გავიხსენებთ, რომელიც ყველაზე მძიმე საბრალდებო დასკვნა ალბათ მთელ აი ამ ჩამონათვალში, იმიტომ რომ მისი გაგრძელება ძალიან სახიფათო იქნება ქართული ოცნებისთვის. არ ვიცი უჭირთ ამის გააზრება თუ მართლა ესეთი ახლომხედველები არიან თუ ასე ჩაიკარგნენ საკუთარ ქმედებებში, რომ ვერ აცნობიერებენ ამას, რომ ეს ძალიან სახიფათო პროცესია უკვე. იმიტომ რომ ყველაფერი ეს რაც ეხლა ჩვენ ჩამოვთვალეთ და რაც არ არის ჯერ კიდევ სრული ჩამონათვალი. საბოლოო ჯამში გროვდება, ჯამდება და ის აისახება საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებებში. ეს გადაწყვეტილებები მათ შორის იქნება პერსონალური პასუხისგებლობებიც. აი სამართლებრივად რო შევხედოთ, დავანებოთ ერთი წუთით პოლიტიკურ ჭრილს, რომლის ფარგლებშიც ნდობა, რომელიც ასაზრდოებს ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუტს, ნებისმიერ ლიდერს. ეს არის ყველაზე დიდი კაპიტალი. ეს დაკარგეს. არავითარი ნდობა არ აქვთ ქართული ოცნების მიმართ. არ ელაპარაკებიან არავის, მათგან არ ცნობენ არავის, არ არის არანაირი ორმხრივი საქმიანი შეხვედრები, ვიზიტები და არაფერი მსგავსი. ეხლა მოსკოვის მექანიზმის დასკვნა, სადაც თავი მოიყარა კონკრეტულმა საქმეებმა, ადამიანის უფლებების სისტემურმა დარღვევებმა, წამების, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, შემადგენლობის ბრალდებებმა და ეხა კადრები, რომელიც გადის თქვენთან, ეს არის უმძიმესი კადრები, რომელიც შეიცავს წამების სასტიკი არაადამიანური მოპყრობის სისტემურ მაგალითებს, მას არ აქვს ხარდაზმულობა. ჩვენ თავის დროზე და მათ შორის ჩემი ინიციატივაც იყო, რომ წამების და ეს ინიციატივა მიიღო მაშინ პარლამენტმა, რომ დავამძიმეთ კიდევ საშელი წამების დანაშაულს და მათ შორის დავამატეთ მაკვალიფიცირებელი გარემოებები, რომელიც არ იყო იმ პერიოდში ამ მუხლში. ეს იყო 2016 წელი, თუ არ ვცდები, 16 ან 17 წელი და ამით ხაზგასმა გავაკეთეთ, რომ და დავმშვიდობებოდით იმ სისტემური დანაშაულობების ეპოქას. მაგრამ აი ნახეთ, ხო, დღეს რო გამაოგნებელ ბრიფინგს ატარებდა კობახიძე, აი როგორ დაემსგავსა თან ეს ბრიფინგები მას და სხვა შორის ეს ინიციატივების როგორ გავს მათ. აუცილებლად ვისაუბრებთ ინიციატივაზე, აი აქვე თქვენი ერთი განცხადება მოვისმინეთ, თუ არ ვცდები TV პირველი ეთერში თქვენ გამოეხმაურეთ ხუთი სპეცრაზმელის დაკავებას. გურამ როგავას ფაქტორის გამოძდა არა მარტო ეს თემა ჩვენთვის ინტერესს არ დაკარგავს არასდროს. ხუთი სპეცრაზმელის დაკავება, დახურული საქმე, ძალიან ბევრი ბუნდოვანება, იცის საზოგადოებამ და თავს აღარ მოვაწყენ, მაგრამ თქვენ ამ კომენტარში ამბობდით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და იქნება გაგრძელებაო. აი რა ინდიკატორებია იმის, რომ შეიძლება სისტემამ კიდევ სხვა შემსრულებლები გაიმეტოს? პირველ რიგში არაჩვეულებრივი იყო ეს სამუშაო, ქაბატონო ელისო, რას თქვენ
ჩაატარეთ და რასაც საერთოდაც აკეთებ თქვენ და თქვენი ის კოლეგები, რომელიც ძალიან ღირსეულად ამ რთულ სიტუაციაში აჩვენებთ, როგორ უნდა მუშაობდეს პრინციპული ღირსეული ჟურნალისტი და გურამ რო გავასაი სასტიკი მართლაც და არა ადამიანური მოპყრობის მისი სიცოცხლის ხელმყოფი, ჯანმრთელობის ხელმყოფი და სიცოცხლისთვის საშიში ქმედება, რომელშიც მონაწილე პირების იდენტიფიცირებისკენ თქვენ ძალისხმევა იყო ძალიან დიდი და ამაში შეხოთაშორის აი მოსკოვის მექანიზმს რო ვახსენებთ, ის დასკვნა ძალიან ხშირად სხვა შორის იქნება წინაპირობა მსგავსი იძულებითი ნაბიჯების. ეს რა იყო? ეს იყო აი სისტემა, რომელიც არ არის მყარი, რომელიც არ არის შეკრულის გარედან ჩანს, თორე ეს ძალიან მყიფეა. მან დაიწყო შიგნიდან რყევა და დაიწყო უკვე გამოყოფა, ესე ვთქვათ, გამეტება იმ ადამიანების, რომელთაც ცოტა ხნის წინ აიმედებდა და ეუბნებოდა, რომ ჩვენ დაგიცავთ, თქვენ ყველაფრის უფლება გაქვთ, თქვენ ურაფის ნუ გეშინიათ, მაგრამ არ ვიცი ხა დაიჯერეს თუ არ დაიჯერეს, გულუბრყვილ უნდა იყო ადამიანი, რომ დაიჯერო მსგავსი რამ, იმიტომ მთელი ეს ისტორია ბოლო წლების აჩვენებს, რომ სამართალია, აი საოცრად საინტერესოდ მიდის ხოლმე იქ იმ დროს, იმ ადგილას, იმ ლოგიკით, ცა ამის დრო დგება. და უნდა იცოდნენ, რომ არავის არ შერჩება მსგავსი სისასტიკეები და ეხლა იძულებული გახდნენ, იმიტომ რომ ის მოსკოვის მექანიზმი, რომელსაც გაგრძელება ექნება, ის ესე ვერ მთავრდება, წერტილი არ არის მან დასმული. პასუხს მოთხოვენ ქართულ ოცნებას, რა გააკეთეთ. ეხლა მათ ჭირდებოდათ რაღაცის ჩვენება, აი რაღაცის თქმა, რომ აი დავიწყეთ გამოძიების შედეგად რამდენიმე ადამიანი არის იდენტიფიცირებული და ის 5 პირი გაიმეტეს. აქ ვერ გაჩერდება ეს რგოლი, როგორც აი ირაკლი შაიშმალაშვილი ამბობდა და დაიწყება სხვადასხვა მტკიცებულებების და სამხილების გასაჯაროება და ეს მტკიცებულებები არსებობს, ეს კადრები არსებობს, ეს ადამიანები არსებობენ, ეხლა რა ჩამხუტი და რა ნიღაბი დაფარავს ადამიანს, როდესაც ყველა მტკიცებულება არსებობს და შეიძლება თუ არა პოლიტიკური ვითარება ყველა ფერი გამოჩნდება ხიად, ხო, როგორც ეს მოხდა წინა პერიოდში. ამიტომ თქვი სულიად დარწმუნებით და იგივეს გავიმეორებ თქვენთან, რომ წერტილი ვერ დაისმება. კიდევ სხვა პირები გამოჩნდებიან და საბოლოო ჯამში ორგანიზატორებამდე მივლენ. და თვითონ აგებენ ამ ყველაფერზე მერე პასუხს. უბრალოდ დღეს გონიათ, რომ აი ეს რაღაცა მართვის ეს სატყუ არა, რომთას თვითონაც იტყუებენ თავს და არ ვიცი კიდევ ვის და რამდენ სატყუებენ, გონიათ რომ აი ეს დიდხანს გაგრძელდება. ვერ გაგრძელდება, ძალიან მყიფეა. შეუძლებელია საკუთარ მოქალაქეებთან კუნთებს ავარჯიშებდე და ამოწმებდე, რამდენად სასტიკი ხარ. ასე ექცეოდე ახალგაზრდებს იმეტებდე სასიკვდილო და მე კოპენჰაგენში გინდოდეს წესრიგის დამყარება და აზანზარებდე ევროპა შენი ბრიფინგით, ნუ წარმოუდგენო რაღაცებს ვისმენთ. ქალბატონო ეკა, ამავე თემაზე ერთი საკითხი მინდა დავსვა თქვენთან, როგორც იურისტთან და როგორც ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენელთან. აი შეიძლება რიტორიკულიც არის კითხვა, მაგრამ იქნება ერთად ვიპოვოთ პასუხი. რა სახელმწიფო ინტერესი დევს იმაში, რომ 5 სპეცრაზმელის საქმე გასაიდუმლოდა, პროცესები დაიხურა, ჩვენ არ ვიცით სახელები და გვარები. ეს არ არის მხოლოდ ცნობის მოყვარეობა, მე მჯერა რომ საზოგადოება იმსახურებს იცოდეს ვინ გაიმეტა სასიკვდილოდ ჩვენი მოქალაქეები პირდაპირ ეთერში. ეს ხო არ იყო დამალული დანაშაული. ვეძებ რაიმე ინტერესს, რაც შეიძლება ამოძრავებდეს ობიექტურ ინტერესს, სახელმწიფო ინტერესს, რაც შეიძლება ამოძრავებდეს გამოძიებას, როდესაც საქმეს ხურავს და ყველაფერს ხდის საიდუმლოს. პირდაპირ გეტყვით, რომ ამის უფლება არ აქვს სასამართლოს, რომ დახუროს ასეთი პროცესი. ამას მას უკრძალავს კონსტიტუცია, რომელიც დაივიწყეს და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი, სადაც პირდაპირ წერია, რომ საქმის სამართლიანი განხილვის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი, ნიშანი არის ღია სასამართლოს ხდომები. სასამართლოს ხდომები როგორც წესი არის ღია. მისი დახურვა შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, ანუ გასაიდუმლოება საქმის წარმოების მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ეს ეხება პირად ცხოვრებას, ოჯახურ საიდუმლოებას, არასრულწლოვანთა დაცვის ინტერესს და
არის რაღაც საგამონაკლისო ძალიან დავიწროებულია ეს ჩამონათვალი. რატომ? იმიტომ რომ როგორ წესი, ასეთი საქმეები ყოველთვის საჯაროდ უნდა იხილებოდეს და ანგარიშვალდებულება იმდენად მაღალი ღირებულება და მართსაჯულების ღიაობა იმდენად მნიშვნელოვანი ღირებულება, რომ საზოგადოება თვალს ადევნებდეს რა ხდება ასეთ გახმაურებულ საქმეებზე, რომ ამის დახურვის უფლება სასამართლოს არ აქვს. რატო შეიძლება ამას აკეთებდეს? ავიც რამდენიმე ახსნა აქვს, არ უნდა დაჩვენონ ის რაც დევს საქმეში, არ უნდა გავიგოთ მეტი რაც დევს ასეთ საქმეებში და მეტი არგუმენტი, ფაქტი, მტკიცებულება, სამხილი გახდეს საზოგადოებისთვის ცნობილი. მოკლედ დასამალი აქვთ მეტი და სათქმელი აქვთ ცოტა. ამიტომაც იხურება ასეთი პროცესები, სადაც პირიქით უნდა აჩვენოს სასამართლომ და უნდა აჩვენოს ხელისუფლებამ, რომ აი ღია, მოდით ნახეთ. საერთოდ პროცესების დახურვა, მედიისთვის გადაღება, ხო გახსოვთ, როდესაც ეს დაიწყო, როდესაც ჩვენ პროცესზე, სადაც იყო ანდრო ჭიჭინაძის და სხვა სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესი და ეს 19 ადამიანი ორ ჯგუფად გაყოფილი, სადაც ჩანდა სრული კრახი გამოძიების და ბრალდების და ჩანდნენ ძალიან საინტერესო ნიჭიერი უდანაშაულო ადამიანები და დაიხურა მათი პროცესი, დაიხურა ჩიკვაიძის და პაპიაშვილის პროცესი, სულად უდანაშაულო ადამიანები ისე გაასამართლეს, რომ საზოგადოებამ ბოლომდე ვერ მიადევნა თვალი, მაგრამ რაც ნახა და ინახა, რომ უდანაშაულო ადამიანებს ასამართლებს სისტემა და დღეს რომ მათგან ითხოვენ პატიებას თუ სინანულს და მეტანიების კეთებას, ამ დროს საკუთარ სინდისთან, არ ვიცი, ისეთ კონფლიქტში არიან და არ ვიცი, სად უნდა მოახერხონ და დაემალონ საკუთარ თავს, როდესაც მოსანანიებელიც აქვთ, არ ვიცი, მეტანიებიც არ ვიცი, უშველით თუ არა, ისეთი საშინელება ჩაიდინეს იმ დღეებში, სხვა დღეებშიც, ამ წლებშიც და აი მთლიანობაში მათ შორის აი ამ 5 სპეცრაზმელის საქმე, რომელიც მაინც ვერ დაიმალება, ქალბატონო ელისო, ის მაინც გახდება საზოგადოებისთვის ადრე თუ ქვია ცნობილი. აჩვენებს როგორ ემალება სიმართლეს ქართული ოცნება. ეს დამალვა, ანუ დახურვა არის შიშის გამოხატულება. იქ სადაც სუსტია, სადაც უჭირს, სადაც არ აქვს გამბედაობა, სამართალს თვალი გაუსწოროს. იქ მალავენ და იქ ხურავენ და ყველა ასეთი პროცესი ხო ვადევნებთ თვალს დახურეს. გაასაიდუმლო ეს მასალები. Ну, ეს არის ალბათ თავის მოტყუება. ო, მეც მჯერა რომ საბოლოო ჯამში ვერ დაიმალებიან ისევე როგორც შემსრულებლები და როგორც დამკვეთები. ამ საქმეებში რადევს მტკიცებულებების სახით ძალიან ბევრი ეჭვი მაქვს და აღარ დავღლი საზოგადოებას. ამით ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ და მოკლე კომენტარი მინდა გთხოვოთ, ცოტა დრო გრჩება, ინიციატივა ახსენეთ და მინდა რომ მაინც შეგაფასებინოთ მამუკა მდინარაძის ახალი საქმე, ახალი სამმართველო, რომელიც ნადირობას იწყებს, მე მგონი აზრის პოლიცია ტყალიბდება. აი პრაქტიკაში მართლა როგორი უნდა იყოს ეს სამართლობა? პრაქტიკაში მე ასე წარმომიდგენია, რომ რასაც აქამდე არ ვაკეთებდი, გავაკეთებ მე პირადად ამას, თუ საქმე არა აქვს და ეძებს რითი დაკავდეს მისი ჟანდარმერია, მე არ ვაკეთებდი ხოლმე, არ ვაგროვებდი იმ რაღაცა საზიზღარ კომენტარებს კოლექტიურად რო აწერინებენ მატრობოტებს და ამით რო არ დაკავებულია ასეულობით ადამიანი და უხდიან იმაზე მეტ თანხას, ვიდრე ამ ბავშვებს ჭირდება წამლისთვის, რომ გადარჩნენ. ეხლა ამ მონაცემებს შევაგროვებ ხოლმე, გადაუღებ ფოტოებს, გაუგზავნი ამ ჟანდარმერიას და მდინარაძის პოლიციას და დაკავდეს მათი გამოაშკარავებით და საკუთარი დასაქმებული ადამიანები, რომლებიც არა მარტო სიძულვილის, არ ვიცი იმენას რა ქვია, რა ენით იშხამებიან და წერენ ხოლმე, არ ვკითხულობ, მაგრამ ფოტოებს გადავიღებ და გავგზავნი ხოლმე და ბევრი საქმე ექნება. შეიძლება საკუთარი ხელწერაც კი ეცნოს, მოარული ხმებია, რომ ბევრი დაკვეთა პირადად მისგანაც მოდი. არ ვიცი თქვენ გახსოვთ თუ არა, მაგრამ და ამით დავამთავრებ, მაგრამ მამუკა მდინარაძე უმრავლესობა ქართული
ოცნების ფრაქციის ლიდერი რო იყო, მე რომ მაშინ თანამდებობიდან გადავდექი და მე ღიად უპირისპირდებოდი ქართულ ოცნებას პარლამენტში როცა ვიყავი, ჩემ წინააღმდეგ რაღაც მესიჯი შეიმუშავეს და უნდა გაევრცელებინათ ეს ჯგუფში და ეს მესიჯი შემთხვევით მე გამომიგზავნა, შეეშალა და მე მივწერე რომ ამუკავთ გეხინდა რომ მე გავავრცელო ეს მესიჯი. მე სხვა შორის გავასაჯარო ეს, უბრალოდ ეხა ვახსენებ. ამით ძალიან ისეთი დაუსტატებული იყო მაშინაც და ხო ეგეთ რამე დაემართა. და ეხლა როგორც საწყის პერიოდში დავალებების შემსრულებლადაც მოიკოჭლებდა. ძალიან და არა მხოლოდ ამაში და ყველაფერს რო დგება. კი ბატონო, დიდი მადლობა ქალბატონო ეკა ბესელია მართლმსაჯულების სახლის დამფუძნებელი პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს.